Top 3 ბიზნესი, რომლითაც არასდროს დავკავდებოდი. პირველი, კაფე და რესტორანი. ძალიან დიდ პატივს გცემთ რესტორატორებს. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი და მომთმენი ხალხი ხართ. ყველაზე დიდი მინუსი რესტორნის არის ის, რომ საწყის ეტაპზე გჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია და რა თქმა უნდა გაუთვალისწინებელი ხარჯიც. და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ინვესტიცია ვერ ამართლებს. რის გამოც მე პატრონეს ედება ძალიან დიდი ფინანსური ვალი. მეორე, მასობრივი მოხმარების პროდუქტების წარმოება. გიწევს მუდმივი კონკურენცია ბაზრის გიგანტებთან და ბრძოლა მოგების ყოველი თეთრისთვის. და მესამე, fashion, ანუ მოდის ბიზნესი. მუდმივად გიწევს გაეკიდო ტრენდებს, რის გამოც გეკარგება ავთენტურობა და ინდივიდუალიზმი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს აქვს თავისი მინუსი და პლუსი. ახლა გავაჟღერე ჩემი პირადი აზრი. და აქაც ჩემს პირად აზრს მოგახვევ და გეტყვი, რომ ყველაზე ნაკლები რისკი ყველა ბიზნესს შორის აქვს ონლაინ ბიზნესს, რომელსაც საწყის ეტაპზე საერთოდ არ ჭირდება ინვესტიციები. არც დიდი კონკურენციის დაძლევა და არც სარეკლამო ბიუჯეტი. იმისთვის რომ ისწავლო თუ როგორ შეგიძლია მოიზიდო მსყიდველთუნარიანი და მიზნობრივი აუდიტორია, გამყიდველი კონტენტით შენს ბიზნესში და არა მხოლოდ ნახვები და გამომწერები აწიო, არამედ გაყიდვები, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის გადადი პროფილის ლინკზე და ინსტაგრამის პირადში მოგწერე სიტყვა დიაგნოსტიკა.